ძალიან ცივა პარიზში ხალხო ყინავს. ეიფელი მინდა რომ გამოჩნდეს. აი არც თუ ხედავთ, მაგრამ აი აქ არის ეიფელი. ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ რადგან ზღვაშაც ჩამოსულია, უბრალოდ ზღვაში უკვე მეოთხედ არის ჩამოსული. და ესეთი ტურისტული რაღაცები არც არ გაკეთებია, მოდი იყოს ტურისტული ვლოგი. არც რამდენად გამოეხა, ვერ დაგკვირდებით რომ ვერსალში და შევწავლოთ თქო ლუვრში, იმიტომ რომ ძალიან ეზარება ჩემს შეყვარებულს რიგებში დგომა, მაგრამ ვეცდები რომ რაღაც ისეთი ტურისტული ადგილები გაჩვენოთ. ძალიან დიდ ხმას გამოცემ ჩემო პატარა დრონიკო და ძალიან აშინებ ხალხს. რა დავარქვე ჩემს ახალ დრონს? ნახეთ რა მომაზია. აი იმ თორს ხედავ? ჩემო პატარა ოპერატორო, აჩვენე ის თვარე ხალხს. არა, ეს მაგრად უნდა დავამუღამო, იმიტომ რომ ჯოისტიკები არ მაქვს ჯერ და 48%-ზე კაი, წამოდი ლაშისთან დავბრუნდეთ. პირველი ლოკაცია, სადაც ერთად წავალთ, ეს იქნება რა თქმა უნდა მონმა. დამახასიათე მე 5 სიტყვით. სილუპე? აი რა გინდა? ეს მოვდიოდი და აეროპორტში ამეკიდა ვერ მოვიშა. მეც პარიზში მიდიარო, გასაგებია მეთქმა. შენ სად მიდიხარ პარიზში? ეს უკეთესი ვინმე. ოი ისტორია მოყვე. როგორ უყურებდა ხალხი, ანუ ხალხო ჩერდებოდა და უყურებდა ჩემ პატარა ოპერატორს. ჩემი პატარა ბაირახტა. მაგით ვერ ვიცახე პატარა ბაირახტანია. და სხვა სახელი უნდა დავარქვა. ბზიკი, მე მომწონს ბზიკი, იმიტომ რომ სახმაც აქ, თან ცოტა საშიშია, თან ისე დაგყვება. ძალიან კაი სახელია ბზიკი. აი უკვე აქედან იწყება აღმართი. ხალხს და კაც ჩაურბენ წინ გამოვიდა. ჩაურბენ. არ წუხდებიან. რას არ წუხდებიან გამოგაყვა თვალი სამჯერით. დაიღალა. ჯერ კიდე არის წინ აღმართი. ეს არის ყველაზე ცნობილი კლუბი და უბრალოდ ისეთ საშინელებაა. იმდენი ხალხია, სართულებია რა, რამდენიმე სართულია შიგნით და რო შეხვალ გადატენილი არ ვერ იცეკვებ, ვერ გაიქალებ. ესენი ჩაგარყავენ, მოწყო გეუბნები. ისინი არიან. ეხლა მართლა შემეჩნდა. ესეც ქართული რესტორანი კოლხი და აქვე. აქ მარტო პარსკობით არის ხინკალი. ორი ფილიალი აუცილებლად დარეკეთ ხინკალი თუ მოგინებათ, მარტო ერთ ფილიალში აკეთებენ. მართლა ძალიან ცუდი აღმართია. დავეძახდა. სამ იქ ავალთ ყველაზე ტოპში. მანდა გავაკეთეთ coffee break. რა მე დამოვწო. მომწონს. სუდი გემო აქ ჩემი. ნიაზრით. ხალხ მომად იქნება? კი, ჩემი აზრით თალკე იქნება. თალკე იქნება. მაგრამ რა ხალხ ხმარ? ამფრინა და თამოა. ძალიან უბერა. რო დაგათვალიერებინოთ, ახლა სად ვიმყოფებით უკეთესად. ვერდით ხალხო არის ტურისტების ჯგუფი, რომელსაც რაღაცას უხსნიან და ჩემს პატარა ბაირახტარს ბზიკს იმ ხალხმა ყველა ჩვენ გვიყურებს. ავიდეთ, სულ მაღლა. აუ აქედან არ ჩანს, მაგრამ მაღლა უნდა ავიდეთ რა. მგონია ამასაც ძალიან უჭირს აღმართებზე. ეს არის მონმარტის ქუჩები, რომელიც ყველაზე ლამაზ ქუჩებად არის აღიარებული პარიზში. მეც ძალიან მომწონს, მაგრამ იმდენამდე დამღლელია აქ მოსვლა ამ აღმართებზე, რომ ანუ მაქსიმუმზეს რაღაცნაირად ფარავს. ფეხების ტკივილია რა. მოდით, წავოდით, სანამ ამყავას გადავისხამ. ეს მე ისე გადავიღებ, რომ შიში არ მქონდეს.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს დას, რომელმაც დამესპონსორა და მაჩუქა ჩემი პატარა მუსიკი, იმიტომ რომ ამიერიდან მარტო აღარ ვიქნები პარიზში და ყოველთვის მეყოლება ჩემი პატარა მუსიკი. წამოდი. აქ ხო გავუშვით ჩვენი პატარა მუსიკი და შეიძლება წავყევი ჯეკატი. ხოდა ერთი ორი მომენტი დაიბნო ჩვენი პატარა დაიბნო ეხა ტუქსავს უღეშო. მოვედით. ეს მარცხნივ ეგრე ეს შენობა არის ეს არ ვიცი მაგრამ იქით არის იქით არა ეს ბაზილიკური ტაძარი. ეს მაინტერესებს მაგრამ არ ვიცი თავიდან მკითხი იმას კი პასუხი. ამის იქით რო არის ის რა ეგ არის ბაზილიკური ტაძარი. ეგ მე მაჩვენე რომელზე მეკითხები რო ამოდიან ყიდულობენ ფოლკლორს და აბამენ სიყვარულის ნიშნად რომ მათი სიყვარული ყოველთვის დარჩეს ამ ქალაქს. ერთად იყო ლეო? არ ვიცი ლეო ვისა ერთად იყავი კიმთან შენ ძმაკაცი მე ვეთყობა ჩემს აკალს. De la statue de la basilique Saint-Pierre au Vatican. მე როგორ დავაყენო? უკვე გადაიღო? ვემოთ ჩავალთ ამჯერად კუპუშკატი. საერთოდ არ ჩაყოყრულ დამკივებს აღარ ჩავივლის. ჩამოსულ შეგიძლიათ ფეხი ჩამოხვიდეთ. მაგრამ ასულზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კუპუშკა. გამოვიდეთ ტაქსის მსვლელად და ბოქსმობების განაპირობა. პარიზში. აქ ამოვალ კლიენტს ამოვიყოლებ ტაქსით. მე ავალზებით დავდივიდე და გავყიდი ბოკლომი. ეს არის სისუსტირთხილო ქუჩა რომელზეც გეუბნ არანაირად აი ჟინა გინდა თუ არა მაგ უნდა ჩავიარო სხვანაირად წავალ. აუ არ ყველაზე ტურისტულ რაღაცებს ვაკეთებ ამ ბლოგში და მართლა ყველა ტურისტი მოდის. ეხა მულეგუშთან გავალთ და აქ ვიჭველი ყველა მოდის. მე სხვა შორის ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი თვითონ შოუზე და იყო ძალიან მაგარი. უბრალოდ არ შეიძლება და გადაღება და ვერაფერი ვერ გადავიყო, მაგრამ ცოტა ძვირი ღირს ბილეთები, მაგრამ ღირს ძალიან მაგარი სანახაობა იყო. ესე იგი, გზელდება ჩვენი ტურისტული დღე და დღეს მივიდივართ, ამით თუ გამოიცნობთ სად? La Tour Eiffel! დავიკავე. სხვა შორის ახლა მზეზე ცოტა კიდე ნაკლებად ვიყენები. ეს კარგად არ შემომეწ. აი ესე. შეგიძლია რომ დამელოდო ხოლმე? შენ უმიფუჭებ ვიდეოებს, მე რომ დავიწყო მაგა დავეჭრას. გუშინ მონმარტზე რა ვიყავით ასრულები, მე პირადად ფეხები ისე მტკივა, აი ფეხის უკანა კუნთები. ლაიშა
Lasha. Lasha. Mom! Lasha. Mommy! 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 რა როგორ? ნები იგილება. რაღაც პოსტერები. შენ მე მეღადავები? ძალიან სილამაზეა აქ ჩამოივლით. შენ მე დამცილი? ამ მდგომარეობაში ხელი გაყინული 2 დღეა. აუცილებლად პირველი რასაც ვაკეთებ ლუვრში მოსვლის დროს ეს არის ჯერ რომ გამიხდით ზედმეტ რაღაცებს და მე აუცილებლად ვიღებთ რუკას, იმიტომ რომ რუკის გარეშე დაიკარგებით. ჩვენ ახლა სად ვართ აქ? რა იპოვე? და ვაუ, ეს რა მაგარია, არა მოშევდეს, უფრო მაგარია. არა ეს რა მაგარია, ეს ვარ, რა ჩემოვიდით იმწაბდა. ეს წერილი გამოიცა. დიდი ყოფილა ლური. ამიტომ ვიყავი აქ 5 წლის წინ, მაგრამ ესე კარგად დამქოდა რა დათვალიერებული. ახლა მეგონი ყველა ოთახი დავიარეთ. ჩემი რჩევა იქნება ლურში თუ დააპირებთ წარმოსვლას, აუცილებლად ცხად ჩაიცვით, იმიტომ რომ ვიგუდები. ის გითხრათ, რომ მე როგორც ლოკალი და როგორც მაცხოვრებელი უფასო დრო შემოვედი. ბაჟბატას მოუწია 22 ევროს გადახდა. და თუ აქ სწავლობთ და ცხოვრობთ, როგორც კი აჩვენებთ გახდეთ ჯონს და ცხოვრების უფლებას, ძალიან პრობლემით შემოგიშვებენ. Pirtapir რომ გამოდიხარ და ისიც ლამაზეში რომ ხვდები, ძალიან კაია. აი ძე ნახეთ რა House of Dreamers ახლა სადაც მივიდივართ, დღეს იყო მთლიანად დაბუქული, და full იყო და აღარ გვაჯავშნებდა და ჩვენ ვიფიქრეთ რომ ეს ვაიჭვერის საიტის ბრალია, იმიტომ რომ წინაზე რომ ვიყავით საერთოდ არ იყო ხალხი. მაგრამ ეხა უკვე ხვდებით რომ მე ვენი მართლა მთლიანად დაბუქულია დღეს და ანუ რამხელა რიგი დგას. ვიყიდეთ ჩვენი ბილეთები კი ვიყიდეთ და ჩავდექით რიგში. ორი ბილეთი დაჭა 45 ევრო. ლამაზესია ხალხო, ეხლა გვიხსნათ რაღაც წესები. პრობლემს ყავს მოყვანილი ბავშვები და ვიაროთ ხოლმე სასწავლო. ვიქ მინდა მე ჩავთვალო და შევმარრო. ხო, დიდებისთვის არ იყო აშკარად ეს ექსპოზიცია, მაგრამ ძალიან საყურებლო იყო, რაც merci à vous. ორი გრადუსია დღეს პარიზში. 2 გრადუსი.
ავიღეთ ყავები. ნებ ცოტა მაინც ჩავთბეთ. არ მგონია, მაგრამ მაინც. მართალია ნოტრდამში აღარ შემომყვა ვაჟბატონი. მაგრამ ეს ტურისტული ვლოგი აუცილებლად არჩევილი და ისე რომ გარედან კიდევ ერთხელ არ მეჩვენებინა თქვენთვის ულამაზესი ნოტრდამი, რომელიც ხოთ შორის შეგძლიათ უკვე შიგნით დაათვალიეროთ. რამდენჯერაც არ ამოვიღებ კამერას, ახლა შემოვიდგებ, რომ ეს ხო გაგვუყვე, ამას ხო გადავიღე და არა, ყველაფერს უნდა გადავიღო, ყველა ან 6-ის 5 წუთზე რომ გადავიღე, 6-ის 15 წუთზე უკვე სხვანაირია აქაურობა. ხიდზე გადასვლას უნდა გადავიღო და უკან გადმოსვლას უნდა გადავიღო. დამოწყნილი ვარ. ვაცლებ ახლა ლაშას, ტაქსი მოვიდა, უნდა წავიდეთ. მე მივიდივარ ამასობაში უნივერსიტეტში და აქ დასრულდება ჩვენი ვლოგი და მე გაგრძელდება ჩემი პარიზული ცხოვრება. ვარ ნოტრდამი ვით ბიჭი.